deep state არის ბუდიანი ვიზიები საზღვარგარეთიდან, ვინც ჩვენ გვემუქრება, გვართმევს ქართველობას, გვართმევს ჩვენს იდენტობას, არა და დასავლეთია სწორედ ის, ვინც გარანტირებულად სცემს ჩვენს იდენტობას პატივს და სწორედაც ის არის, ვინც არ ხელყოფს ამ ჩვენს იდენტობას და გაუფრთხილდება და ვიბუდებს ისეთებად, როგორებიც ვარ. საშვილების განათლებაზე ვლაპარაკობთ, პირველი რაც თავში მოგდის, ოცნებად ეს არის აი დასავლური განათლება. რატო არ გავდივართ მოსკოვში და ვორონეჟში მაშინ? ან რატო არ გარბიან ისინი, ვინც deep state გვახვევს თავზე და ეს გვაგველებენ თვითონ, რომ აი ეს deep state ვებძის ჩვენ და ვანადგურებს და ამ დროს თვითონ ჩადიან და მოგზაურობენ თვეში 5 ჯერ დასავლეთში, ყველაფერ კარგს ეტრფიან, იქაურს, ეზიარებიან და ჩვენთვის უნდა მხოლოდ აი ეს რაღაც ჩაკეტილი სივრცე და აი ეს ზომბები თავდახრილები რო ვიყოთ და გქონდეს ეს თითქოს წარმოსახვითი მშვიდობა. რა გვინდა ისეთი მშვიდობა, თუ ხმას ვერ ამოვიღებთ და თავდახრილები ვიქნებით. ეს არ არის მშვიდობა, ეს არ არის თავისუფლება. ეს ყოველდღიური პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს, ხო? და ქვეყანა რა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რეალურად ცდილობენ ამ ყველაფრისგან ყურადღების გადატანას რაღაც წარმოსახვით რაღაც ილუზიებზე და გამოგონილ მტრებზე. Deep state იღებს გადაწყვეტილებას, არის გასაგები თქვენთვის ვის ლაპარაკობს ქართული ოცნება? გასაგები და მე უჭერ მხარს ოცნებას. ანუ არსებობს deep state-ი? სად არსებობს, ვინ არის? კარგი რა, გამომიგე თავის. ფერას სანდა მელაპარაკობ, მე მაინც ოცნებას. არა, გვაინტერესებს უბრალოდ ქართული ოცნება ვერ ასახელებსა, თქვენ მისი მხარდამჭერი თუ დაგვისახელებთ. ვინ არის ეს ან სად არის რა ორგანიზაცია? მაინტერესებს რა თავი გამოგონილ.